ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა შესაძლოა გაფართოვდეს. გარდა ამისა, პრეზიდენტთან არსებული სათათბირო ორგანოს რეფორმირების პროცესში სავარაუდოდ გათვალისწინებული იქნება ისიც, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტები უშიშროების საბჭოს მონაწილეობით მომზადება. ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება. აღნიშნულ კანონს განიხილავდნენ დღეს პარლამენტის ბიუროს ხომაზე. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მუშაობის პროცესში შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრის, საპარლამენტო მდივანთან, სხვა უწყებების წარმომადგენლებთან და პროექტში ახლა ბოლო შენიშვნები შედის. სესიაშვილის განცხადებით, ცვლილებები ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით არსებული საკონსტიტუციო მოდელის ფარგლებში განხორციელდება. გარკვეულ საკითხებზე არის შეთანხმება მიღწეული. აქ პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ უშიშროების საბჭო უნდა იქცეს ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი საკითხებზე ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის ორგანოდ, ეს ერთი და მეორე, პრეზიდენტის და უშიშროების საბჭოს ჩართულობა სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესში უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამ ეტაპისთვის ამ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმება არსებობს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჩვენ შორის. უსაფრთხოების ფართო სპექტრი უკავშირდება კოლეგიალურ საქმიანობას, მთავრობას, შესაბამისად უსაფრთხოების ძირითადი ნაწილი და შესაბამისი საქმიანობა კონცენტრირებული იქნება მთავრობის ფარგლებში, თუმცა პრეზიდენტი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, მუდმივად იქნება ყველა ამ პროცესში ჩართული მისი წარმომადგენლის სახით. გარდა ამისა, პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან საინტერესო ინიციატივა, რომ უშიშროების საბჭო გაფართოებულიყო და მე ვფიქრობ და ვეთანხმები, რომ ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი და ეფექტური